სალამ ქალამი. აბარჯობია. დღევანდელი საღამო დაიწყო მშვენივრად. ნიკუტა მელია გააკავეს. ნიკუტა გვარამია არ არის? ნიკუტა ყველა ნაცინიკა არის ნიკუტა. ჩემი აზრით. მე ნიკუტას დაჩმორებული ნიკა. ნიკუტასაც მალე ვნახავთ ჩვენ. რეალურ ნიკუტასაც. ცოტა ხანში ნიკა მელიას შექმნელებისგან მე ვნახავთ კინოს ნიკუტა გვარამია ძირეში. ვინც ყველა გირაოს გადახდაზე იტყვის უარს. იმის გამო დაკისრებულ გირაოზე რომ რეალურად სახალხო სამართლიანობის აღმდგენს კომისიაზე მისვლაზე აცხადებენ უარს შესაბამისად მე ჩემ აზრს ვიტყვი ჩემი აზრით ნიკა მელია აპირებდა ხვალ ალამუთი ორის მოწყობას რაღაცა სიგიჟეს აპირებდა და უბრალოდ მე კი ამოძირკვავდი თალგამივით საიდანღაც და გამოფხაჭნიდი კედლიდან მაგრამ პრევენციული ძალიან მეწოდება ეხა მე რა ისეთ წამებაში მოუწევს ყოფნა როგორც აპლოცკის წაჭამაზმა სერიოზული დებილი ვეულებრივი დებილია დოდო არის დოდო მე რამდენი წააგო დოდომზე კაცის ჰობი არის წაგება ანუ დებილი გადაწყვეტილებების მე ვიტყოდი ესე რომ დოდო ანუ ამდენი ხანი გეგმა თუ შენ რასაც ამბობის ვერსია სწორია ესე კი ალამუთი ორი ამდენი ხანი გეგმა და უცბად მოუძებნეს სოლუშენი რომ წინათგით დაიჭირეს და ეს წინათგით არ დაუჭერია დღეს არანაირ წინათგით არ დაიჭირეს 12 საათამდე უნდა მაინც დაიჭირეს რამდენიმე საათი ადრე ადმინისტრაციულად მოკლედ ამას კანონიერი ეხა ზის და ესე ფიქრობს ეს როგორ ვერ გავყვალეო და ეკნებოდა უბრალოდ მე კიდე ერთხელ ვამბობ რომ დოდო მზე ადამიანი რომელიც პუფიც არის ჰობი აქვს ისეთი რომ მინუს ნიშნით გააკეთოს რასაც დაგვირდება დღესაც ამ შემთხვევაში აღმოჩნდა აი თავის პოლიტიკურ ჰაბიტუს აგებდა იმას რომ აი მე მოკაჩავე ბიჭი ვარ ხო და წინასაარჩევნო იმებზე ინტერვიუებზე გვარამიას ერთ საათი მივიდა ყველგან გვარამიან დემონსტრაციულად დააჩმორა და ეს თავდახრილი იჯდა და გუბაზასავით გუბაზას როგორც თვითონ უპადლესებდა ეგ მაგპადლესებს იღებდა ნუ მაგაზე რა უნდა ვილაპარაკოთ საერთოდ კაცი როგორ უნდა დაუძახო მაგას საერთოდ თვითგამოცხადა თავის თავს პუფი თვითონ უწოდა გასულ მასზე მეტი ნაკლი ადამიანი მიშა სააკაშვილი გამოჩნდა და ჰოის საკურველებამ რა ილაპარაკა გავუშვით ეს მასალები და გამოვას შენ საერთოდ ფაქტია შენ არის ენერგია საერთე მოხდი ინგლისში მოსწოროს და საერთოდ გუნდზე ვაკურა სტუდენტთა სტუდიციებს სოფლებს და მე მგონი ჯობია წავიკითხოთ. ესენი წარმოუდგენლად გაზოლოდნენ, მე რა სულელი ვიყავი რომ საქართველოს ხელმძღვანელობაში ფულს არ ვაკეთებდი. მოდი, თავიდან ბოლომდე კაია. მასამართლებენ რაღაც ფულის გაფლანგვაზე, რაღაც ფულის გაფლანგვაზე. ათეულობით მილიონი სახელმწიფოს ბიუჯეტის ფული არის რაღაც ფული. ჩვეულებრივი საპრეზიდენტო ხარჯებისთვის, ან ჩვეულებრივი საპრეზიდენტო ხარჯები არის, რა ქვია, სტრიპტიზიორები, კბილებით, მასაჟისტები, იმაზე თინა ბოკუჩავასთვის ნაჩუქარი აიფონი და ბავშვის სწავლისფონი ასე. როცა ჩემ შვილს და აი აქ თავარი სიჩათლა ხალხური რასაკოს ბოტოქსი. აი რა ტიპი რა ჩათლახია შვილის აჩემოყავს შეხედა. დღესო ეხლაო ჩემ შვილსო ნიჟარაძეს ინატრება ცალკე ოთახი იმ ბინაში რომელშიც ცხოვრობს. ანუ იმენ ერთ ოთახი ხრუშოვკაში არიანო ზმაო და რა ქნა. მაშინ აქ მეგობრებო დედამის მაგის დედას რა უთხარი ქალბატონ დედას რამდენი ბაითი აქვს? ძალიან ბევრი ბაითი და ამაზე აჯერ მეტი უძრაობა აქვს ქვეყნის სხვადასხვა ადგილას. გაყიდოს 5000 კვადრატული მეტრი სადღაც და უყიდოს ოროთახიანი ბინა. ეხლა მიშას ეს მოსკო ჩავიკითხოთ ბოლომდე. მე რა სულელი ვიყავი რომ საქართველოს ხელისუფლებაში ფულს არ ვაკეთებდი? აბა ბიჭო აბა. ანუ სულელი კი არ ვიყავი, ეს იყო და არის ჩემი მრწამსი რომ არც შეიძლება საკუთარი მით უმეტეს ღარიბი ხალხის ხარჯზე გამდიდრება. არა. არ შეიძლება ქონების, ტყეების, მიწების მითვისება დედამის აქ ყველაფერი გაკეთებული. ეს რა ფსიქოლოგიური და ემოციური მანიპულაციის რა ტიპი არის რა. იმდენად უტიფრობა უნდა გააკეთო და თქვა რომ მართლა დაფიქრდეს ადამიანი რომ როგორ ამს ეხლა აი არ ვიცი რომ ნაცისტური პროპაგანდის ფუძემდებლური აქვს იმდენად უტიფარი რაღაცა უნდა თქვა რასაც სალსახად აკეთებდი და შენზე ის აი შევარდა კალიგულა შეიძლება შეეძრო აი მაგალითად ჩემი ცხენი არის არამეს აი მაგალითად ხო იყო შევარდანის ხელისუფლების პერიოდში ქრთამი პრობლემების გაის ნაწილი ხო და იმ პერიოდის იმანო თქვას რომ ნუ მაგას როგორ ვიკადრებდით გაიყო ქრთამის ნაწილი უბრალოდ ხო რო თქვა რომ ამას როგორ ვიკადრე ერთი ფაქტი მოგვიყვანეთ თავსო რა
აი დაახლოებით მაგ კალიბრის სიგიჟე ხა ელიტარული კორუფცია არსებობდა და სხვა შორის გაის პერიოდის კორუფცია იყო საყოველთაო. ყველა იყო ჩართული, რა თქმა უნდა, და ეს იყო ისეთი ეს იყო მანიაკალური კორუფცია, სადაც ვიღაცის მანქანა მოეწოდებოდა და ჩამოერთმევდნენ რა, საწყა. მიშა სააკაშვილს. ღარიბი, ღარიბი. გაიზე გავხსნა დღეს მაგას მოგვიყვა ერთხელ გაგვაჩერა რა გაიშნიკლა და ფული არ ქონდა და ტონის ფულის ყუა მივეცით და გაგვიშვა. მე მაგ ჭაობიდან გამოგატირა სააკაშვილს. ეხლა და დასასრული სულელი კი არ ვარ. უყურე, სულელი კი არ არის, აბა ვინ არის? ამიტომაც მაქვს ხალხის მხარდაჭერა და სიყვარული საქართველოში და მის ფარგლებს გა. სერიოზული მხარდაჭერა აქვს. ასევე მხარდაჭერა აქვს პატა ბურჭულაძეს და გაუშვით ასევე პატა ბურჭულაძე ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტზე გაუშვით. ნუ რა შეეხება ხა შიდა პოლიტიკას რაცაც ის ატარებს, ჩემთვის ცოტა კი არა, კარგად გაუგებარია. იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ადგილზე აი ეს სიარული და ხვალ ამას უნდა გავაკეთოთ, უნდა გავაკეთოთ, უნდა მოვიფიქროთ, ეს უნდა წავიდეთ არც ერთი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმის ცდილობაც კი არ გამიგია მე პირადად შეიძლება ვწდები და ამიტომაც მე როდესაც მას ვაკრიტიკებაც არა მე მას არ ვაკრიტიკებ იმიტომ რომ მან იცის თავის საქმე რაც საკეთებს მე უბრალოდ მინდა რომ იყოს კონკრეტული ნაბიჯები აი ყურე ჩვენ შევიქმნით არც ორგანიზაცია ვართ არც დარეგისტრირებული არაფერი ეს რუსთაველის გამოდი ჩვენ რა ხალხი ვინც დავდივართ იქ და ვაპროტესტებთ ამ ჩვენ უკვე ვგრძნობთ ანუ ას კაცი ეს ნაკაცარი ეს მიუსაფარი ბავშვების მოპარვით გამდიდრებული დედა აფეთქებული პუტინისტვის მომღერალი ბიჭო პუტინისტვის სიმღერა კიდე ერთხელ ვამბობ ჩემთვის შენთვის რა შუაშია ძმა ვინ უდგას ამას ოფენიარზე ტაში ვინ დაუკრა აი ეგ არის ან დროშის დაფსმას დაუკრეს დროშას და რუსეთის დროშას დაფსმას ტაში დაუკრეს და მაგის მერე გამოვიდა ტიპი რომელიც პუტინს უმღეროდა და იმასაც ტაში დაუკრეს ანუ ერთდროულად უნდა რომ რაღაცა კონდეს რაღაცაში და სული 64-ში და არ გამოდის ეგ რა აი ეგეთი ადამიანები არ მევასებათ თორე მარინის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რო იყო რა თქმა უნდა იქ პუტინიც შევიდოდა შმუტინიც შოიგუს და შმოიგუს ყველა იყო რუსეთის ისტაბლიშმენტის წევრი მე ეს ადამიანი მეორე დღეს ჩამოდის აქ და ვიღაცა ციკლიანებს ტას უკრავს რომლებიც მე ვარ საქართველოს მღერის სხვაჯერს რასაც შენ ლაპარაკობ ეს დისკურსი რა ანტირუსული ისტერია რომელიც ამათმა შექმნეს რაღაცა სიგიჟე საიდანღაც მოტანილი სიგიჟე და აგერ მეორე ფიგურანტი ყავს ელენე ხოშტარია რომელიც სხვაჯერს აქტიური ბენეფიციარია არა აქტიური ბენეფიციარია რუსული გრანტების და შემწეობების ხო და ეს ანტირუსული ისტერია იყო და დამთავრდა რა ხალხო მე ყველაზე კმაყოფილი ვარ ამით იმიტომ რომ ბრაზი მახრჩობდა რა პროსტა რატო დამთავრდა არა დამთავრდა ვიღა უსმენს მაგათ ეხა გიჟები გამოდიან არა მე ამ ჩემ ფეხებს კიდე თუ გამოდიან და არა რა იყო რომ ყველას ამუნათებდნენ მაგალითად რომ იანდექს ტაქსით არ შეიძლება მგზავრობა და არ ვიცი ყველაფერი იყო რუსული რაც კი შეიძლება აი რამეში თუ გააკრიტიკებდი და თვითონ შეეძლოთ გადაცემა მიეყიდათ რუსებზე ფული აეღოთ კრემლიდან პირდაპირ რუბლები აეღო მაგალითად ლაკა ხოშტარიას პატა ბურჭულაძეს იმინად პუტინისტვის ემღერა და ნუ შენ არ ქონდა უფლება ვაფშე ტოლსტოი რო წაგეკითხა და ხო აი ესეთი სიგიჟე მორჩა და ეს ჩინკები ჩავახრიალეთ რა მიდის სწორი დინამიკით ბრძოლას შიგნით პროტესტ პირველ რიგში სანქციებს პოლიტიკოსების პრინციპულ პოზიციას მოაქვს პირველი ნიშნები შედეგების სისტემა ნამდვილად ირყევა მაგრამ მოერყევა სისტემამ შეიძლება ტაქტიკურად პირიქით რაღაცა მწვავე ნაბიჯებიც გადადგას თუმცა საბოლოო ჯამში გარდაუვალია რა თქმა უნდა ანუ შესაბამისად ეხლა რომ აი ამ ნაგლობის პასუხად რასაც deep state და მისი გარე აგენტები აქ ჩალინჩობენ რომ სწორად აკეთებს ხელისუფლება და სტავკებს წევს, აი დააკავა მელია, კიდევ ბევრ დააკავებს კანონიერად და ვისაც ეკუთვნის და სტავკები იწევა, ანუ არ უშინდება ამ შემოტევებს. ეს თურმე არის რყევა, მაგრამ ამ რყევის დროს შეიძლება რაღაცა რისკი გააკეთოს და ცოტა ხანში ეს რყევა გაჩერდება. ჭარბი რეალობა, რა კარგია, ჭარბი რეალობა. ქალთა რაგბი ეთამაშა ქვეყანას მაინც გამოადგენდა რა. ქალთა რაგბი არ შეიძლება რომ არსებობდეს ჩემს დიდი ბოდიში. ეს არის რა ქვია ირაკლი კობახიძე უნდა ვახსენოთ აუცილებლად. რა თქმა უნდა. ჰა, რა თქმა უნდა. ხო, ნუ აი ხო გვეუბნებიან რომ საერთაშორისო იზოლაციაში ეს მაგარია. ხო გვეუბნებიან რომ ესე იგი
დღეს დაწერა ვიღაცამ საშინელი ამბავი უნდა გამცნო შალვა. ხო რა არის? იცი შენ საქართველოსდან რა გადის ერასმუს. და იცი რომ ეგ ფეიქია? იცი რომ ფეიქია ერასმუსმა დაწერა თვითონ რომ არსად არ მივდივართო კაცო ფეიქს ნუ ავცელებთო. ერასმუსის ოფიციალურმა გვერდმა დაწერა. ნიულავი მიჯო არაფერი არც დარჩენით მოგვემატება და არ გასვლით დაგვაკლდება, მაგრამ ისე რა მაინც. გენდერის თეორია სად ისწავლოს მე იქიდან ჩამოსულმა ბავშვმა. ერასმუსის ეგიდით სწავლობს გენდერის თეორიას? ბიჭო, ერასმუსი არის, რა ვიცი, ხო. ერასმუსი არის გაცვლითი პროგრამა არის, კი ბატონო. ხო, იმაზე დაიწყე საუბარი და არ გავაგზავნოთ. არა, ეს თვითონ რა გაცვლით პროგრამა. ტრამპმა რომ ყველა უცხოელი სტუდენტისთვის ვიზის მიცემა აკრძალა და მორჩა დამთავრდა ამერიკულ უმაღლეს სასწავლებლებში, თუნდაც ქართველი სტუდენტების მიღება, ეგ როგორ ყველაზე დიდი ამერიკული უნივერსიტეტს გაუჩერა და დაფინანსება. როგორ არის ეგ? აი ეგ რა ხდება? უბრალოდ მაინტერესებს. ხო, დღე კონსერვატორულ პლატფორმაზე, სადაც ირაკლი ყობახიძე იყო ერთ-ერთი მომხსენებელი, მას წინ უძღოდა უნგრეთის პრეზიდენტის ვიქტორ ორბანის გამოსვლა და ეს იყო ალბათ მიყავს ხო არ მახსენდება მსგავს თუ მახსენდებათ მითხარით. ევროპელი ლიდერის და ევროკავშირის წევრი ქვეყნის პრეზიდენტის ევროკავშირის მთავარი ფიგურანტის ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ერთადერთი ევროსკეპტიკია, რომელიც საქართველოს გმირი, საერთაშორისო პატრიოტი, ადამიანი, რომელმაც მოიგო არჩევნები, არის ირაკლი ყობახიძეს, პირდაპირ ტექსტია. ლიბერალური მოძრაობების წინააღმდეგ წავიდა და დაამარცხა ყველა. ქვეყანაში მოიტანა უმსხვილესი ეკონომიკური ზრდა. ამ ქვეყნის 20% არის რუსული დათვის მიერ წაღებული, მაგრამ ბრიუსელს არ დაუხარა თავი. გახდა ახალი დიდი ბრიტანეთი. გახდა ძლიერი და წარმატებული ლიდერი თავის ქვეყანაში. ხო. უყურე ამაზე ეს ევროპა არ არის. არა. ამაზე ამბავი ხო ატეხეს რა. არა და ყველაზე დიდი ევროპა. ოპოზიციურ მედიაში როგორ გაშუქთა რომ პროპუტინელ ორბანს ხვდება და ეს არის პუტინისტური ქვეყნების ლიდერების ფორუმი. და უყურე და რა მოხდა დღეს არ ვიცი ნახეთ თუ არა. ტრამპმა ჩაწერა ვიდეო მიმართვა, სადაც ჯერ დააფიქსირა პატივისცემა ამ არსებული ფორუმის მისამართით და მხარდაჭერა და პატივისცემა, რომელსაც ჩვენები უწოდებენ რუსულ მოკავშირეთა ერთობას და განსაკუთრებით დამოღო ორბანისადმი პატივისცემა და სიყვარული. სადაც მე ორბანმა დაპოსტა, რომ ტრამპით ჩვენ მხარეს ალბათ ჩვენ წინააღმდეგ ვიღა ხართო რა. კი ბატონო. ხაბეიშვილი გავუშვით. აჰა, მაგალითად ამის საპირწონედ რასა იუკნევიჩიენი ასაფორტებს ნიკა მელიას. რომელი უფრო დიდია. მალე არა ხვალეთ. რასა თუ ზეკრო გამოიეროს ხვალ დაკავებულები. აი ზუსტად. პრავდა გაზეთში არის გახვეული. აი ესეთი შუტკები უნდა უთხრათ ჩემი ნუ ეხა ორბანი არის ისეთი რა ქვია ყველაზე გამოკვეთილი ესე ვთქვათ ანტი-ისტებლიშმენტ, ანტისისტემური ძალა, რომელიც ფიცოც რა თქმა უნდა, მაგრამ იკონი და ვთქვათ სიმბოლო არის ორბანი რა, ევროსკეპტიკური და ნამდვილი ევროპის, რომელიც უპირისპირდება ბრიუსელის ელიტარულ დიქტატურას, ჩვეულებრივად მოიხსენებს მსგავსი სახელწოდებით და ნამდვილად ეგრეა, იმიტომ რომ სუვერენული უფლებები სახელმწიფოებს ჩამორთმეული აქვს და ესე გურსულად წვეთს რა და როგორ გავიდეს, სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, ყველაფერი წაშლილია ამ შემთხვევაში და ესეთი კალიბრის და ესეთი მნიშვნელობის ტიპი, აი ესე აქებს ჩვენ პრემიერს და რა ვიცი. და ამაზე ამბობენ პრო-პუტინ, აი ამათ პატრონს განცხადება, ჯო უილსონის განცხადება მელიას დაკავებაზე, უკვე გამოეხმაურა. ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს, რათა ქვეყანა ჩინეთს მიხიდონ. ანუ მას წარმოდგენა არ აქვს, რომ ჩინეთმა და ამერიკამ თითქმის დაასრულეს გარიგებაზე საუბარი და ეხლა უკვე ამერიკა და რატომ უნდა კონდეს წარმოდგენა? ფულს ურიცხავენ და აკლიკავს. რა დაჟე ტექსტი. მე რუსეთი რა შვება? რას ხვდება? ანუ ჩინეთს თუ უნდა მივყიდოთ. რუსეთის მართული ხელისუფლება ჩინეთზე როგორ იყიდება ერთი გამაგება. და რატო გადავიდა და ამერიკაში ჩინეთს უფრო მაგრა გაიჭირავენ, იმიტომ რომ იქ უფრო ტერია რა. ვაფშე რო თქვას რომ ირანს უნდა მიყიდოსო? არ ჯობია. კარგად იჭირავენ ამერიკელი ობივატები. არა, ბევრად ჯობია თქვას რომ ირანი ყიდულობს საქართველოს. ირანს არა, ჩინეთი და რომელიც ამან ხო, მაგრამ ბოლო პერიოდის აი პროპაგანდირებით, ბოლო პერიოდის თქვა იქაური დღის წესრიგით საგარეო მთავარი მტერი არის მათი ჩინეთი. იქნებ ხანში შესული კაცი რახან არის, სამს ვერ იმახსოვრებს რუსეთი, ჩინეთი და ირანი. რაც მოდის თავში იმას ამბობს. ხო, ეგეც შეიძლება.
გავუშვათ, აბა ეხლა ჩვენ მეგობრებო, აბა ნიკამელია გავუშვით, 10 უკვე დაკავებული, რას ამბობდა დაკავებამდე. ბრძოლა ბოლომდე სად თუ არა აქ არის ახლა საჭირო და შენმა თანამებრძოლებმა, შენმა თანაგუნდელებმა, შენმა ოჯახის წევრებმა, უცნობებმა, ნაცნობებმა დაინახონ, დარწმუნდნენ, რომ შენ ჯერა შენი ბრძოლის. ვეწუნეთ ეხლა გადახდა შესაძლებელი იყო. მაგრამ მე მჯერა, რომ ამით კი არ ვდრგუნავ უამრავ ადამიანს, ახლა პოლიტიკოსები ვართ, ყველას ყავს ჩვენი მეგობრები, თანამებრძოლები, არ ვიცი, მესაკნები არ მითხრა, ხო, თანამოაზრეები. ამით მათი ჟინი და мотиваცია იზრდება და ოპტიმიზმი ახლა მე მოვდივარ. მეთე შეხვედი და ცოტა ხნით შევიარე ოფისში, ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ახლა გვიყურებენ ალბათ. მათი мотиваცია გაზრდილია. ყოველ ჯერზე იზრდება და არა მხოლოდ მათი, იმიტომ რომ ისინი ხვდებიან და რუსთაველზე დგომი და არა მხოლოდ უამრავი სხვა ადამიანი, რომ ეს ადამიანები ბრძოლაში ბოლომდე წავსულები არიან. მეც მჭირდება მე მგონი ეს ჩალიჩოს ნანუკამ თავის დროზე რაც იჩალიჩა იმ აქციაზე რომ საშუალო და ცოტა ხნით შევა ეხა ისევ ციხეზე ძალიან ისე წყნარად შვიდად იჯდება იქ რა ციხს წაიკითხა ტელევიზორს უყურებს დაისვენებს დაიკლევს ფორმაში ჩადგა ხო გასიუდა კაცი და იქინე გამოვა ისევ ისე просто მე ისო გასუქდება რა აზრი ექნა. არა, მე გეტყვით როგორც არის რა. ესენი ციხეში ხო არ მიდიან, ესენი მიდიან ადინოჩკაში. ადინოჩკა ციხე არ არის, ციხე არის სოციალური ორგანიზმი, სადაც თანასაყრელს, პატიმარს, ოფში თემაში უნდა რაღაცა უთხრა იმან გითხრას და რაღაც თავი გაიტანო. ეს არის ციხე, კლასიკური გაგებით. ესენი გადაკეტილები არიან, ესენი. მეორე არანაირი დეკაბრისტული გამოხტომები ამათ არ აქვს. მაქსიმუმი რაც ამათ შეიძლება მიესაჯონ, რასაც ედავებიან იმ მაქსიმალური ციხე ერთი წელია სანქცია და 6 თვეზე მეტი არ ამგონია რომ მიესაჯონ. მაგრამ აი როცა კომისია დაასრულებს მუშაობას, როცა კომისია გადააგზავნის მასალებს როგორც ვიცით, საკონსტიტუციო სასამართლო უკვე ოფიციალურად აი ამ ვირიშვილებს აკრძალავს, უბრალოდ პოლიტიკურ მოღვაწეობას ყალებში აუგზავნოს. აი მაშინ იქნება სხვა ამბავი, სხვა სპექტაკლი და ასე შემდეგ. ცოტნე კობერიძე, აბა ვნახოთ ვინ არის. არის ის რაღაცა, რომელიც ამის ხახლის სახელით ისაუბრებს. არის თუ არა პრეზიდენტის იგლის შეკრებილი ერთობა, რომელსაც მე ეგრე არ უყურებ, რომ ეგრეა, იმიტომ რომ ახლა დღეს ყოველ დღე სხვადასხვა განცხადებებს ვნახულობ საკრებულოსთან დაკავშირებით არჩევნებზე გასვლა, არ გასვლა. აქ პატიმრები შეიძლება დღე-დღეზე მოემატნენ და დაემატოს. ის ხალხი, ვინც მონოპარკის მაგიდაზე შეიძლება დაჯდეს, ხო? და ვინც უნდა იყოს ციხეში ზის, ხო? ამის ვაზე ძალიან რთული გარემო. ხო, აი ეს აზე მოსვლას განაგზობს, მაგრამ გაიჭედა. ამას სჭირდება განვითარება. ვერ მოყვებით თქვენ მაგ ბიჭი ნარატივში რომ ეს და ის ამის პანძემიკი ანუ ვერ მოყვებით გამოკეთებაში რომ წამოიმართა. მე კაკრას გონია რომ წამოიმართა. და დაჩუტის ცდილობები ჯერ არ. ანუ ვერ მოყვება თქო რა მაგ ნარატივში შენ გონია რომ ამ შალვა ატყოს ბრიგინის ტენდენციას და მე მგონია რომ ისევ დაჩუტული არის რა ზმაო. ჩვენს მაგრად ვლაპარაკობ და ნუ პორნო სიტყვები ნუ წამოგხსნება ხალხი. მოდი გავუშვათ გახარიაზე პაროდისტი. მართლა? ირაკლი კუპრაძე? ახლა ქემოგლიძე. პაროდისტი კი არა, ვინ არის იცი რომ გახარიას მაგივრად დვაინიკი დადის. კი, და მონოპოლია აქვს მაგას ვაფშე. ყველას გძალავს, ბოდიგარდი თუ გიჭირავს? ხო, კი ბატონო. ეგ არის. ვიტნი ჰიუსტონისთვის რაც არის კევინ კოსნერი, ეგ არის გახარიასთვის კემო. მე არ მგონია რომ ეგრე დამთავრდეს მათი ურთიერთობა, მაგრამ გავუშვით. მე არ ვიძახი იმას, რომ სისტემა ისეთ დონეზე რაღაც ტექტონიკურ ყევას განიცდის, რომ აი ხვალდაზე ჩამოიშლება, არამც და არამც. სისტემა მაინც კონსოლიდირებული არის კლასიკური ვერტიკალური მმართველობის ანუ სტრუქტურაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ანუ რაც უფრო მაღალი თანამდებობის პირი ხარ, შენ ინიშნები ლოიალობით და არა კომპეტენციით და შენ გეძლევა მანდატი სწორედაც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შენს ქვემოთ დანიშნო ლოიალობით და არა კომპეტენციით. ხოჩა, წვიანია. ეს ძალიან კარგია. ეს სწორი აზრებია. აი ესე თუ გააგრძელა, რაღაცას მიიღებს. რაღაცას правда газетში გახვევს. ეხლა ბოლო ვინდა, იცი რა მაინტერესებს ეს ვინც მოგცა ჩვენ. ვინა? ანუ ვინ ვის მერე არის გასაშვები. პატა მანჯგალაძე და გიორგი გუგავა ერთად ვინ დააწყვია. რა კარგია. პატა მანჯგალაძე ცემა გუგავა არ გასა. ხო და სპეციალურად დაციმა. სპეციალურად ნინი ხოჭა ჯერ პატა მანჯგალაძე.
და მე პატას ნაცემი კი ბატონო დაუშვით გუგავა პოლიტიკაში ვარ, მეც ვიცი რისკენ არის ეს ყველაფერი. თქვენ ახლა ამოცანა არის რიტორიკის რომ ოპოზიციაში არის არეულობა, ოპოზიციაში არის გაუგებრობა, ოპოზიციაში არის სხვადასხვა. ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ არეულობა ქაოსია, ოპოზიციაში დაასტოპეთ კომფორტივით რო ეცას მოусმენდი თუ რა არის? დაასტოპეთ და პროსტა გაუშვით. ანუ კაც ჰაბიტუსია განადგურებული იმენა. ამას ადამიანი როგორ უნდა ენდოს? ხალხი როგორ უნდა ენდოს, რომ ეს სწორგზაზე წაიყვანს ვინმეს? არა მართლა მაინტერესებს შეხედები რა ამისგან კაი განათლების მინისტრი არ დადგება მე დისპეჩერი უფრო მევასება სხვადასხვა არა ეს მაგრამ გუგავას ხო აი ეხა ამის ნაცემი გაუშვით ამა როგორ ცემა ისე ბიჭო და ხახივითაა ხო ხახივით არის ისიც ეხა ყავს ნაცემი გუგავა დურაბიშვილის ეს გამოსვა თქვენის როგორ მხრიდან როგორ არის შეფასებული დაჟე ერთ გადაცემაში ყოფილა გზავნილი თუ არაფრის მომცემი ხედავ ეს ერთვება რომ იქ კიდე არ დაეყარათ ხო, მეც პირდაპირ გიპასუხებ, არაფერი განსაკუთრებულის მომცემი. აქ მთავარი მომქმედი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური სუბიექტი დღეს არის ქართველი ხალხი. ის საერთო სახალხო წინააღმდეგობა, რომელიც მიმდინარეობს ქუჩებში და ამავე დროს არნახული მხარდაჭერა დასავლური ქვეყნებისაგან, მოკავშირეებისაგან, სტრატეგიული მოკავშირეებისაგან, რომელიც გააჩნია ამ მოძრაობას და რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანა გადარჩეს. რა გვეშველება ხალხო, მართლა პრობლემაა დიდი. აი, მე გუსულად ოპოზიცია არ ყავს კი არა, არ ყავს დაბლა არის. პლინტუსი არის ჩასული. ანუ როგორი ხალხია, იცი, უბრალოდ დებილები. ადრე, აი ხა მე რა მიკვირს, იცი? ადრე რაღაცა ჭკუა ხო მოეკითხებოდა, თუნდაც 10 წლის წინ. მელია არასოდეს არ ყოფილა ვარსკვლავი, მაგრამ პუფი როცა არის ხო. რაღაცა შედარებით რა თქმა უნდა. ადეკვატურს ბაზრობდა ხო? ვინ? მელია ამასთან შედარებითაც ეხლა არის რა. აბა მითხარი ერთი ადეკვატური მელია. ანუ აი ხა ეგრე ძალიან რთულია, მაგრამ მე ერთი გამახსენდა ეხლა. ხო. ერთ-ერთი ადეკვატური. უბას რო გაუტრაკა. არა, ძმაო. მანდაც ნიჩესნად გაუტრაკა ძმაო. რა უნდა და საწყალი გულბოზისგან. მაგარ რო თქვა რომ ტყუილა ვატყუებთო რა ჩვენ ხარდამწერებსო რომ აი ხვალ მოვდივართ ხელისუფლებაში და გვაქვს თავიო რომ ვაყირავოთო და მიშა მაგაზე რომ მოსთხოვეს რომ თავისუფლების მოედანზე ბევრი ხალხი რო იყო შედარებით და რატო არ ვამხობთ ხელისუფლებას რომ წად და დაამხიო მე ვერ ვაკეთებ ამას და არ ვაკეთებ ეგეც ხო იყო რა დაემართათ ვინ არიან მეგობრებო მართლაც პრობლემაა რომ ჩვენ საერთოდ ოპოზიცია ესეთ ქვეყანაა რომ არა დიქტატორული დემოკრატიულ ქვეყანაში აღარ არის ოპოზიცია. და ესეთი რამ ისტორიაში უნიკალური რამ ხავს რომელიმე ევროპული ქვეყანა, სადაც ლეიბორისტული პარტია არსებობს 3 ათეული წლებია და არც ერთხელ ამ პარტიას არც მშრომელების პრობლემებზე უსაუბრია, არც ეკონომიკური და სოციალური პაკეტების შეუთავაზებია კანონმდებლობის დონეზე, რომ აი ამის გამო აგვირჩიეთ. მე დარწმუნებული ვარ ერთი რამ დაგავიწყდება. და საერთოდ არსებობს რომ ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე ვინც არის ის ისე გამდიდრდა რომ ხელისუფლებაში საერთოდ არ მოსულა და მილიონერი გახდა და ეს რა თქმა უნდა მოხდებოდა როცა პარტიას საკუთარ ოფისს და საკუთარ სახლს მიაქირავებს რა ჭიჭკინათეოზე ქონდა და აქეთ ვალსადებს რომ იაფად გაქირავებს არა მოდი და ამაზე ცოტა რომ განვარცხოთ ჭამა არ უნდაო ამაზე ცოტა რომ განვარცხოთ ეს დიდი პრობლემაა მეგობრებო ეხა ჩვენ რაც უნდა ბევრი ვილაპარაკოთ, ამათ ჩვენება უკვე მომბეზდა. ერთმანეთზე იდიოტურ რაღაცებს იძახიან. აი ჭარბი რეალობა, მართლა შეიძლება ბევრი რომ ილაპარაკო, ესეთი ექსპერიმენტები ტარდებოდა. თვით დარწმუნების თემა. მართლა გონია რომ რემბო ჩამოვა, რემბო შავი ქორის დესანტი, რომელიც სულად დამთავრდა ძალიან იმაში აფრიკის ქვეყანა, სომალიში, მარაკეშში და დამთავრდება აქ წაიყვანენ ქართული ოცნების მე დამიჭერე ყველას დაგვიჭერები და ესე მოხდება ესე რო არ ხდება ამო მე რომ აი რეჟიმი ირყევა მაგრამ არასაკმარისად როგორ არ ირყევა მაგრამ აი ცოტას დარჩა მე ბიჭო ლეივისილსი უნდა და ეგ არის დავიწყოთ მეგობრებო ჩამოთვალოთ ატა ბურჭულაძე რომელიც არის აბსოლუტური იდიოტი მე ხო ვიცნობ მაგტივს მე ხომ მქონია მაგასთან აკრედიტაციის გარეშე გავაკეთე. ჩამოყალიბებული პენსია რა. შენ აფაზე ოპოზიციის კოლექტიურ ინტელექტს? არა, უნარები არა აქვს.
არ შეუძლია, აი თამადა ვერ იქნება ძალიან შინაურ სუფრაში. რა დავაბრალე თამადობა. ადეკვატურია, იდიოტია, ჩამოყალიბებული იდიოტია არის პატაბუჭო. არ არსებული საფუძვლებით დაფინანსებული, არიდან დაფინანსებული რევოლუციის მოწყობას შენ ჩაუთვლი არაფერი არ ჭირდება მარტო ყველაფერზე წამსვლელობა და ხელთავიანობა. არც მაგი არ შეუძლია. მე მეორე ვიყავ კიდე ლიდერად. ის გიჟი ბებერი ხალი, დედაბერი, კუდიანი, ქართული რო არის ის ფრანგული არ ვიცი იცის თუ არა, არც ერთი ენა რო არის ის, ვერ მეტყველებს, მართლა მადიანია ხალი. მერდ, კი ბატონო. რომელიც არის იმდენად აროგანტული, რომ ქართველი ხალხი ქართველ ხალხთან არ ასოცირდება, საერთოდ ქართველი ხალხი, ჩვეულებრივი უბრალო ქართველი ხალხი ვერ აღიქვავდა მას თავის პრეზიდენტად. არის კეკელკა, თავში ავარდნილი, რა ვიცი, თავიდან ბოლომდე ცრუ და ტყუილი ხალი. აი ეს, კიდე რა ვიცი, ვინ თქვა, მელია, პუფი. ეხლა რომ დაიჭერდა, ყველა რო ფეხებზე დაიჭერდა. ზატო ერთი იმენა კაცი ყავთ, მაგარი კაცი. ხაბეშვილი, გვარამია. გვარამია მგონია რომ რაღაცა მაიმუნობს რა ვერ ითამადებს ბავშვს ვერ მონათლავს აზემება კი არის გვარამია გეთახმები გვარამია აჭაროს ვერ იცი გვარამიას როლი აი მოდი ესე ვიტყვი რა გვარამიას როლი ერთ-ერთი მათთვის რავალჟამერ შენი აზრით გვარამია რომელ ხმას ვღერს სმენა არ ეკნება აკუეს მოდი იცი რას გეტყვი გვარამიას როლი ანუ ტევე პირველი კი არა ის თავარში დახურვაში შესასწავლია კი რა თქმა უნდა აი გეუბნებით რომ შესასწავლია რა გამოსობით მისი არის აი არ ვიცი რა მოხდა მან რა ხო ჭამა რა თქმა უნდა ჭამა გაძღა აი ხმა არ ამოუღია არანაირად არ შეეწინამდეგა დირექტორად ის გაბუნია დებილი უბრალოდ რეებს ლაპარაკობს ქუხნაში ვითომ რა სიგიჟეებს ხო აი ეგ არის უპატრონოთ რო დატოვებს ტერს ზუსტად ეგ მოხდა რა, რაც მოხდა მთელი პოზიცია ხა აგინებს გაბუნიას და ის გოგო რო არის, რა ქვია? მამისეიშვილი. დედისეიშვილი. ხო და გაბუნია გვახარიას გადაცემაში შვილი რო იყო, ანუ ესე იგი არ გამოდგა გაბუნია კაიბოაზრონე. გეუბნები მაგადაცემაში არ არიან კაიბოაზრონე შვილი. მაგ გადაცემაზე ჩვენ მაგ რა ვიღათ ხო? შვილი ძალიან კარგად ვიღათავეთ ხო მაგ. გერი არის ყველაზე კარგი. გერი და შვილი. არა, კიდე ერთხელ ვამბობ რა. მეგობრებო, კიდე ერთხელ ვამბობ რა. აი, ყველაზე მაგარი საეჭო ტიპი არის ამ ისტორიაში, რა თქმა უნდა, გვარამია, რომელმაც შემოჭამა გარშემო ყველაფერი. ყველაფერი რასაც ხელი მოკიდა, ყველაფერი დაალპა რა. უყვარს ფული იმენა ეგორ. ფული უყვარს, მეც მიყვარს და ყველას მიყვარს. არა, იმას ისე უყვარს. ალპო. არა, რა შუაში ყველას უყვარს, ეგ სხვა საკითხია. იმას ისე უყვარს. აფუჭებს საქმეს. ბანძი მიდასი არის, ხო? ეხვა დაქცევს, რასაც ეხება. ხო. ალპობს. ყველაფერს რასაც ხელს კიდევ. ის არხი ხო დაალპო. კი. რუსთავიორი ხო დაალპო მაგან. რომ თავის დროზე სადა როცა იყო დედა უტირა ისტორიჩკების ბრბოდ გადააქცია და აეხა სწორად კანონიერად რა აეხა არ არის ისნა მაგრამ ნუ კანონიერად წადურბად დადასტურა ეს რო გააკეთა უცებ ავარდა რეიტინგი მოთხოვნა იყო მართლა ეგ ოპოზიციონერზე რატო გაითიშა რატო აი ეგ არ უნდა გამოიყენოს ოპოზიცია ბიჭო მათ შორის იმის წვლილიც დიდი იქნება იმიტომ რომ ზაზა ოქუაშვილი აი ხო ხვდები ფულთან მიმართებაში როგორ იქნება კაც დაწერილი აქვს რომ ალიმენტი არ გადაეხა და თავის ამა ჩემს ქალზე არა ეს სასამართლოს კიდე დოკუმენტებიდან არის პროკურატურის დოკუმენტები მე გავაკეთე ის ხო ხალხზე რომელიც უნდებოდა რომ შენგანო ორსულადო ალიმენტი რო არ გადაეხა და თქვა რომ მამა ჩემისგან არის და ჩემგანო ხო დნმ-ით რომ ამოსულიყო თანხვედრი ამბავი ეთქვა რომ ჩემი არა მამა ჩემის ხო და ეხლა მარამია ორგიას თუთემებში ბიჭო გვარამია კი სკერია და ნაძირალაკაცია და ფულთან მიმართებით გვარამია კაცი ყველაფერთან მიმართებით დობა არ შეიძლება მაგრამ მასზე ნაძირალა არის შენ დუიაკეს გამოდის ხო მათი რა დუიაკეს მათი პარტნიორი ამაზე მამა მოდი დუიაკი არა შაშისე მოდი არა დავაი მამა მინდი და შემოვა
კაი, დაიამ. ზური კაცი. შეიძლება ვაკეთებ და თუ ძალიან გამეცინა მეგები. კი, სხვათა შორის ესე იქნება რომ არ არის გამო. მეგობრებო, ოღონდ ვინც უყვარს. ორ შაბათს შევხვდებით ერთმანეთს. კარგი უკვე. ოკეი.